მოედინებოდა ეს გაზი. ამ ოთახში შესვლა არის ძალიან რთული ხალხო, აი 150 ადამიანი 15 წუთში წამლებოდა. საკონცენტრაციო ბანაკის ციხეა. 11,000 ადამიანის ერთად ქცევა. საკონცენტრაციო ბანაკის ტერიტორიაზე ვიმყოფები, რომ აგიხსნათ რა ხდება, ანუ ჩემს უკან აიქ არის შემოსასვლელი, ის იყო მთავარი შემოსასვლელი სარეგისტრაციო, სადაც იმის გარეთ არის ლიანდაგები, სადაც მოდიოდა მატარებელი და მოყავდა ეს ტყვეები. დახაუს საკონცენტრაციო ლაგერი უკაცრავად, ბანაკი, არ გიგონთ რუსული სიტყვა ვთქვი, ლაგერი ქვია გერმანულად ახლა. არ იყო, ანუ ყველას ესე გონია ჩვენ რომ საკონცენტრაციო ბანაკები იყო იმის მხოლოდ ებრაელი ტყვეებისთვის არ იყო. მანამდე აქ პატიმრობაში ყავდათ ხალხი, რომლებიც იყვნენ მაგალითად სისტემის წინააღმდეგ, გერმანიის, ანუ ჰიტლერის პოლიტიკის წინააღმდეგ, უმუშევრები, ლოთები, ჰომოსექსუალები, ეს საკონცენტრაციო ბანაკები ემსახურებოდა ამ ყველა საზოგადოების რა კონკრეტულ ფენებს. ებრაელების დამატებითად მერე დაემატათ. ეს დიდი შენობა, ესეთი უს ფორმის შენობას ეძახიან, იყო შემოსასვლელიდან, რომ შემოდიოდნენ მთელი გადანაწილება ხდებოდა ამ შენობებში. ანუ აქ ხდებოდა მათი რეგისტრაცია, იქ აი იმ შენობაში სარეგისტრაციო მაგიდები და ასე შემდეგ. აქეთკენ უკვე იყო სამზარეულო, აბაზანა, დიდი აი ესეთი რო გვინახავს ფილმებში დიდი დარბაზია რო არის და საშხაპეები რომ არის, თავისი სკამები და გამოსასვლელები, გაზის კამერები არ იყო აქ. ხალხის შეგროვება ხდებოდა და მიდიოდა მოკლედ გადანაწილებები და ასე შემდეგ. 4 კოშკი იცავს აქაურ ტერიტორიას, ერთი კოშკი იქითკენ არის, ერთი კოშკი იქით არის, მერე კრემატორიუმიც აქვს ამ ტერიტორიას და კრემატორიუმს გაჩვენებთ აუცილებლად. და ერთი კოშკი, აი ესეთი კოშკები არის, რომ ამ ღობეს რასაც უყურებთ, აი ღობე რაც არის, ხო? მავთულხლართი არის გაბმული. არის საცხოვრებელი ბარაკები, რომელშიც ახლა მე შევალ და გაჩვენებთ, აქ შიგნით ცხოვრობდნენ. მოკლედ, აი ამ შენობაში იყო პერსონალი და ეს რაღაცა ბიუროკრატია და აბანოები და სამზარო და რაღაცები და აი ამ ძელ შენობაში და აი იქით ძელ შენობაში შუაში ასეთი ხეივანი გადის, ამ ხეივანს რო გაყვები, ესეთი შენობები არის, ესე ჩალაგებული სულ პარალელურად. აი ეს შენობები არ არის ორიგინალი, ეს არის შემდგომში, ეს დაანგრიეს იქ ომის მერე ამერიკელები რო შემოვიდნენ რაღაცა. გაანადგურეს ყველაფერი და უბრალოდ დარჩას ფუნდამენტები. ფუნდამენტების ვიდეოსაც გაჩვენებ. აი იმ შენობის უკან, აი ხეების უკან წესით ესეთი შენობაც კიდევ ესე ჩალაგებული უნდა იყოს ბევრი, მაგრამ არ არის ფუნდამენტები. ფუნდამენტებიღა ჩანს მარტო. და იმისათვის რომ ჩვენ შექმნოდა ტურისტებს წარმოდგენა როგორი იყო ეს ყველაფერი, ეს შენობა არის დადგმული უბრალოდ და ეს შენობა 2 აქვს დადგმული და დანარჩენი ასე ჰექტრობით არის, სადაც ვთქვათ ეს ხალხი ცხოვრობდა. ეხლა შევალ შიგნით და გაჩვენებთ როგორ ცხოვრობდნენ, რა პირობებში ცხოვრობდნენ და როგორ ეძინათ ამ პატიმრებს. რასაც წეგან გეუბნებოდით, ეს არის ფანჯარა ამ ბარაკის, სადაც ვიმყოფები, ერთ-ერთის და აი ფანჯრიდან გამოვიხედოთ და აი როგორც ხედავთ, აი ეს შავად ეს ხრეშის ქვან ნაყარი რომ არის და ეს შავი საზღვრები, ესე ბოლომდე ხედავთ რამდენი ესეთი ფუნდამენტი არის, ხო? აი აქ იდგა სულ ეს შენობები და აი ამ ხეივანს, რასაც შუაში გასავლელი ხეივანი, ამ ხეივნის იქითაც ესეთი ფუნდამენტები არის, რომელიც გაადის ბოლომდე. და ანუ ამ ფუნდამენტებზე იდგა ესეთი სახლები, რომელიც იმიტაციაშიც ახლა ვიმყოფები. როგორც ხედავთ, სამსართულიანი საწოლებია. ეს რა თქმა უნდა, ეს ფანერა და ეს ლოგინები, როგორც გითხარით, რეკონსტრუქციაა, იმიტაცია და არ არის ორიგინალი, რა თქმა უნდა. ეს არის ესეთი ლოქერებიანი ოთახი, არადები, სადაც თავიანთ ტანსაცმელს იხდიდნენ, იცვლიდნენ, ინახავდნენ, ზემოთ ტაბურეტები დგას. არის ძალიან საინტერესო, აი ესეთი საჰაეროები აქვს, რომ
ისედაც დაუბანლები დადიოდა ეს ხალხი და რომ მათი განსაცმელი არ აყროლებულიყო კარადაში. ხელსაბანი, ეგრეთ წოდებული 51 წლის ფოტოა, ძალიან გასაკვირი არის. და ეს არის იმიტაცია და რა საინტერესო არის, ეს ოთახი იმიტომაც არის ესეთი სუფთა, უბრალოდ ეს არა, ფოტოზე რომელიც არის. ანუ მიზეზად იყენებდნენ SS-ის სამხედროები, თუ არ იქნებოდა სისუფთავე, კიდევ დამატებითად აწამებდნენ და დამატებითად სჯიდნენ. ეს კი ტუალეტები, არანაირი კაბინა, არანაირი გამოყოფილი ტერიტორია, ჩვეულებრივად ხედან ერთი მეორის გვერდით. ეს არის დახაუს საკონცენტრაციო ბანაკის კამერები, სადაც იჯდნენ ვინც იყო დასჯილი, ან ციხეში. კონცენტრაციო ბანაკი ხო ისედაც ციხე იყო. ფაქტიურად ციხე იყო ადამიანებისთვის. კიდევ რას ვიტყოდი, მუშაობდა გესტაპო, ეგრეთ წოდებული გაგიგიათ ეს სახელწოდება. გესტაპო იყო ორიენტირებული კონკრეტულად პატიმრებზე. ანუ გესტაპო იყო ციხის პოლიცია და აწამებდნენ ხალხს. ანუ ამ კამერებში ხდებოდა საშინელებები. გესტაპო, 1000 გვარ წამებას უტარებდა, იყო ჩამოსაკიდებელი პროცედურები, კამერებში არ აწამებდნენ, კამერებში ისხდნენ. მაგრამ ქონდათ საწამებელი ოთახები. დასჯილი ადამიანები კიდე აქ, ასე ვთქვათ, აქ სვავდნენ რა, ამ კამერებში, ამ ციხეში. ეს შესახედად არის და ეს იყო საჭმლის მისაწოდებლად. ყველა ერთნაირია. და არ იღება. ეს სპეციალურად არის გაკეთებული, შეხედვა შეგიძლია. აი ისევ გამოვედით, ისევ ის ადმინისტრაციული შენობა. აი ამ ბარაკეთში გადავიღე ახლა შიგნით და აი ეს არის ფუნდამენტი და აი ეს ჩაყოლებული. ამას ქვია ბარაკების ქუჩა. ეძახდნენ აი ამას. აქედან საყარაულო კოშკი, აქედანაც საყარაულო კოშკი. და აი როგორც ხედავთ, გზის ორივე მხარეს აი ეს ორი ბარაკი, ერთი აქეთ და მეორე აქეთ და ეს ადმინისტრაციულ შენობას გახურებს ეს ყველაფერი და ბოლოში რო გავალთ, იქით არის კრემატორიუმი და აი ესე გამოიყურებოდა ეს ქუჩა. აი ესე და როგორც ახსნილი არის, მარჯვენა მხარე იყო ესეთი უფრო ავადმყოფი ადამიანების და მარცხენა მხარე იყო სამუშაო კლასის. გამოვშორდი ბარაკებს, ამ ბარაკების ქუჩას. კარგად ნაჩვენები ისტორიული ადგილი, იქით ბოლოში ღობე ჩვეულებრივად მიყვება და აქ არის სპეციალურად შენარჩუნებული ერთი მონაკვეთი, როგორ გამოიყურებოდა მაშინ. ანუ ესეთი ღრმული იყო, სასახლეებს რომ აქვს ხოლმე შემოტარებული და წყალი რო გადის, ამ წუთას წყალი არ არის, ამის მეორე მხარეს. ანუ უბრალოდ ამას რო გადასულიყო ადამიანი, აი აქ არის ეს მავთუხლართიანი კედელი და კედლის წინაც კი არის, აი აქ მიწაზეც კი არის მავთუხლართები. რა ვიცი, რამდენად ჩანს ვიდეოში, მე მგონი ჩანს. ანუ თვითონ აი ამ დაქანებულაზე არის მავთუხლართები, აი ცოტა შეიძლება იქითკენ უფრო გამოჩნდეს. მანამ კედლამდე მიხვალ მოკლედ. და იყო ელექტრიზირებული. ანუ ელექტროობა გადიოდა, დენი გადიოდა შიგნით. ზოგი ადამიანი, ვინც ვერ უძლებდა, ასე ვთქვათ, ბანაკში ცხოვრებას, სპეციალურად ახტებოდა ამ კედელზე. თუ დენი არ მოკლავდა, დახვრიტავდნენ, რომ ადამიანს დაესრულებინა ცხოვრება იმის გამო, რომ ვერ უძლებდა ბანაკში ცხოვრებას. ეხლა გადავდივარ, აი ესეთი პატარა ხიდი არის, ეს იყო გადასასვლელი, ეს გადადის კრემატორიუმში, კრემატორიუმისკენ გადავდივარ. აი ესეთი ღრმულია აქა და აი რასაც გეუბნებოდით. აი მიწაზეც მავთუხლართებია თლე გაყოლებაზე, ესე იყო.
ეს ადგილი შემოღობილი რომ არის, იყო ასე ვთქვათ, ყარაულის სასიარულო გარშემო. კრემატორიუმში შევდივართ, იქეთკენ რუსული პატარა ეკლესიაა. უცნაურია ხო რუსული რომ არის აქ. და ეს არის იქ სადაც ახლა უნდა მივიდეთ. ესე გამოიყურებოდა 1954 წელს. აი კვამლიც ამოდის ფოტოზე. შევიდეთ და დავათვალიეროთ. ეს არის კრემატორიუმის ტერიტორია, რომელიც ეს არის ეგრეთ წოდებული ბარაკ X-ი, ეგრეთ წოდებული კრემატორიუმის შენობა, რომელიც 53 წელს შეაშენდა გაფართოების მიზნით, იმიტომ რომ 53 წლიდან ბევრი პატიმარი ყავდათ ბანაკში და ვეღარ იტანდა. აი ეს კრემატორიუმი იყო თავდაპირველად 40 წელში აშენებული 1940-ში, რომელიც ვეღარ იტევდა უკვე და 53 წელში ეს გაუქმდა და დაემატა ეს დამატებითი დიდი შენობა. და ეს არის ის ღუმელები. ძალიან საინტერესო თქვენთვის და ძალიან საშინელი ადგილი, ძალიან ცუდი მუხტის, ეს იგრძნობა კიდევაც. 40-დან 53 წლის ჩათვლით ამ კონკრეტულმა პატარა კრემატორიუმის შენობამ შეძლო 11,000 ადამიანის თერფლად ქცევა. და შემდეგ უკვე დამხმარე ნაგებობა უკვე აშენდა ეს ბარაკ X-ი, ეგრეთ წოდებული ქოხი, ბარაკი X-ი. ეხლა შევალ შიგნით. ამ ნაწილში ხდებოდა იმ ადამიანების ტანის ამოსის დეზინფექცია, აი ამ კამერებში. რომლებიც უნდა დაეწვათ. ეს ეთყობა ტანსაცმლიანად არ წოვდნენ. ეს არის ის რაღაც დანადგარები, რაღაც ქიმიური გაზით ხდებოდა, აქ ტანისამოს მხრიდან კიდევდნენ და იკეტებოდა ეს კამერები და ხდებოდა ამ ტანსაცმლების დეზინფექცია. ეთყობა მეორადი გამოყენებისთვის საჭიროებდნენ მეორად გამოყენებას ტანისამოსის და აი ამ კარებიდან შედიოდა ხალხი უკვე კრემატორიუმის ტერიტორიაზე და ეს პირველი ოთახი, რომელსაც ახლა ვიმყოფები, იყო მოსაცდელი ოთახი. წარმოიდგინეთ, სიკვდილის მოსაცდელი ოთახი. აქ ხდებოდა მომზადება ფსიქოლოგიურად ადამიანების შეტყობინება, რომ აი ხა უნდა მიიღოთ შხაპიო. ანუ ყველამ ვიცით კარგად, რომ შხაპის ოთახებს ეძახდნენ იმ გაზის კამერებს. ესე იგი რა ხდებოდა? ეს მეორე ოთახი არის უკვე ოთახი, სადაც ადამიანები ტანსაცმელს იხდიდნენ. ფანჯრიდან ჩანს კრემატორიუმის ძველი შენობა. ტანსაცმელს იხდიდნენ და ეს ტანსაცმელი გადიოდა და სადეზინფექციაში, წეღა რომ გაჩვენეთ, 50 ადამიანი შედიოდა აი ამ ოთახში, რასაც აწერია ბრაუზებად, შუშხუნა შხაპი, ეგრეთ წოდებული ოთახი, რომელსაც შუშხუნა შხაპს ეძახდნენ და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში ხდებოდა მათი ყველა მხრიდან შეშხაპუნება, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული ლურჯი მჟავის გაზი, რომელსაც ერქვა ციკლონ B. აი ახლა შევალთ. ამ ოთახში შესვლა არის ძალიან რთული ხალხო, აი მართლა გეუბნებით, აი ეს არის საჰაეროები არის ეს. აქედან მოედინებოდა ეს გაზი. სინათლეები და ეს ხოთხევადი რო იყო, რომ გადიოდა კანალიზაციაში. საშინელი ოთახია. ეს ის ოთახია, სადაც 150 ადამიანი 15 წუთში იწამლებოდა. ყველა მხრიდან, როგორც ხედავთ, გვერდებიდანაც ყველა მხრიდან არის ძირითადად საშხაპეები აქ იყო. ანუ შხაპუნა შხაპს, შუშხუნა შხაპს იმიტომ ეძახდნენ, გავიდეთ აქ
ამ ოთახიდან. იმიტომ ეძახდნენ, რომ როგორც ხვდებით, კლავდა ადამიანს და იყო თხევადი ეს გაზი. ეს ოთახი არის, ანუ ხო დააკვირდით ოთახს, თვითონ იმ ოთახს ჰქონდა სავენტილაციოები, ეტყობა იმას კეტავდნენ და მერე ხსნიდნენ, რომ მიცვალებულები გაეყვანათ. ამიტომ ეს იყო უკვე დასასორტირებელი ოთახი, როცა აქედან გამოხვიდოდი, აქ უკვე ასორტირებდნენ, გამოყავდათ იქიდან მიცვალებულები, რომ ახალი პარტია შესულიყო მეორე მხრიდან, აი როგორი გასასვლელია იქიდან შემოსასვლელი, შემოდიოდნენ, მერე აქ იხოცებოდნენ და აქ ხდებოდა მათი გადმოყვანა, სორტირება და აქედან უკვე მერე ამზადებდნენ იმისთვის, რომ დაეწვათ. ამ დასასორტირებელი ოთახიდან აქ შემოსასვლელიც არის. ჩვეულებრივად გადმოდიოდით, გადმოყავდათ მიცვალებულები აი ამ უზარმაზარ ღუმელებიან ოთახში. და აქ ხდებოდა ის, რაც ხდებოდა უკვე საბოლოოდ ადამიანების ფერფლად ქცევა. ცხოვრებაში არ ყოფილ ვარ ესეთ ადგილას, ესეთ უმძიმესი, ძალიან მძიმე, აი ხედავთ ეს არის საკაცე და არ ვიცი რაღაცნაირად ცოტა ძალიან მძიმე აურა არის აქ, უსაშინელი აურა არის. მე თვითონ ახლა რო ვიმყოფები, რაღაცნაირად შინაგანი თრთოლვა მაქვს, არ ვიცი რა დავარქვა ამას. არ ვიცი, ძალიან მძიმეა ხალხმა ყოფნა. ერთი შეხედვით ადვილი არის, რომ ტურისტი ხარ და შემოდიხარ და ათვალიერებ თითქოს რაღაცა მუზეუმის ექსპონატი არის, მაგრამ რო იცი რომ აქ უამრავი ადამიანი იქნა გამოსალმებული ცხოვრებას და უბრალოდ ფერფლად ქცეული. არ ვიცი. საშინელება. ამ ოთახიდან რო გადმოდიხარ, კიდევ ესეთი პატარა კორიდორია და აქაც ოთახი არის და როგორც ირკვევა, ეს ოთახი არის იმ მიცვალებულებისთვის, რომლებიც უნდა დაეწვათ, მაგრამ იყვნენ თვითონ ბანაკში დახოცილი ხალხი, ანუ მათი დასასორტირებელი ოთახი არის ეს. როგორც გახსოვთ, იქიდან რო წამოვედით, იქ იყო თავის ფეხით ვინც მოიყვანეს, ესე ვთქვათ, მოსაკლავად და ჯერ გაზით დასაგუდად და მერე დასაწვალად იმათი შემოსასვლელი იყო და აქ იყო პირდაპირ ცხედრების ოთახი, რომელიც მოქონდათ, მერე ხდიდნენ, აშიშვლებდნენ და აი გვერდზე გაზის ღუმელებში გადაყავდათ. ანუ როგორც ხედავთ, მოწყობილი ჰქონდათ ყველაფერი. ხო და ამ ღუმელების ზემოთ სახურავზე დიდი საკვამური რომ არის, იმ საკვამურის ფოტოებზე სურათები არის, რომ კვამლი ამოდის ძველ ფოტოებზე. ამ საკვამურებს ძალიან უცნაურად მოწყობილი აქვს საკვამურის სისტემა, ანუ ზემოდან არ ადის კვამლი, თვითონ მიწის ქვეშ ყოფილა გაკეთებული გვირაბები და ანუ რაღაცნაირად ის ხდებოდა, რომ მიწის ქვეშ უერთდებოდნენ ეს სამი ღუმელი ერთმანეს და იმ ზედაღუ საკვამურში ადიოდა მერე კვამლი. ეხლა გავალ და ამ საკვამურს გაჩვენებ. აი ამ ადგილას არის ეს ღუმელები და აი ეს არის ის საკვამური. კრემატორიუმის ტერიტორიაზე დავასრულებ, ეს არის ბოლო სანახაობა, ასე ვთქვათ, სანახაობას თუ დავარქმევთ ამას. აქაურობის და ჩემს სურვილებს მე ხა რაც დღეს აქ ვნახე და რასაც აქ გადავაწყდი და რაც აქ ემოციები მქონდა. ეს არ არის მარტო მიმართული აქ რაც ხდებოდა, როგორც თავიდან აგიხსენეთ, არ იყო მიმართული კონკრეტულად ებრაელებზე, რა თქმა უნდა, რიცხობრივად ებრაელების ჭარბობს, ხა ეგ ჩემს უკან დადიან ხალხი, რომელსაც ებრაული ქუდები ახურავთ, აი გაიარა ერთმა, აგერ მეორე გადის, ძალიან საინტერესოა, რომ ეს ხალხი სანახავად მოდის. და ისეთი თქმა მინდა, ესეთი
მასობრივი მკვლელობები აღარ ხდებოდეს დედამიწაზე და რა ვიცი პოზიტიურად დაგემშვიდობებით. იმამაც მომისწრო და ძალიან კარგი ექსკურსია იყო და იმედია რომ გასიამოვნოთ.